2 თვის მარიას აღზრდაში ახლა მხოლოდ დედა მონაწილეობს. მამიკოს საპატიო მიზეზი აქვს. ის ამჟამად საქართველოში არ არის. რას ამბობენ ჩამოსვლით, როდის უნდა ჩამოხვიდე? გიორგის საპასუხისმგებლო მისია აქვს დაკისრებული. ის სამხედროა და ამჟამად ავღანეთში იმყოფება. ასე ვირტუალურად ეფერება ყოველდღე ცოლ-შვილს და საქართველოში დაბრუნებამდე დარჩენილ დღეებს ითვლის. ნუნუკა, ლიზიკო და მარია მამიკოს ჩამოსვლას სულ მოუთხოვადელია. უდაბნოსფერი ქვეყნის ნაცრისფერი ციდან კანიონები და უსახური მიწურები მოჩანს. ეს ის ადგილია, სადაც ბავშვები იავნანას ნაცვლად ტყუების უზუნში იზრდებიან. იარაღი, ნარკოტიკი, ძიმე პირობები და გაურკვეველი მომავალი. ეს ახლანდელი ავღანეთია. ქვეყანა, სადაც მშვიდობიან ისლამისტებთან ერთად რადიკალი ალაჰის სახელით მებრძოლი ტერორისტები იზრდებიან. 27 სექტემბერი, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა, ბაგრამი. ეს იყო ყველაზე რთული მომენტი ჩემთვის რა. ეს კაპრალი გიორგი დვალიშვილია, პატარა მარიას მამა. ასე იხსენებს იმ ბედნიერ წამებს, როცა გაიგო, რომ მეორე ქალიშვილის მამა გახდა. მინდოდა მეტი რა, მაგრამ ეგობედი. სანამ მამა ახალშობილს გაიცნობს, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში სხვა ბევრ ჯარისკაცთან ერთად მსოფლიოს ყველაზე ცხელწარტლში მშვიდობისთვის იბრძვის. ეს ქართული ქვედანაყოფის შტაბია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე. აქ ყველა ის სამხედრო ოპერაცია იგეგმება, რომელსაც ქართველი ჯარისკაცები ასრულებენ. მეოთხე ქვეითი ბრიგადის 52 ბატალიონის სიმბოლოსთან და საქართველოს გერბთან ერთად ქართული დროშა ფრიალებს. ეს იმ 33 ქართველი ჯარისკაცის ფოტოა, რომლებიც ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს დაიღუპნენ. თქვენმა მსხვერპლმა სხვების სიცოცხლე იხსნა, თქვენ მარად გვემახსოვრებით. ამ პატარა ქვაზე გაკეთებული წარწერა 21 წლის რუსთაველ სამხედრო მოსამსახურეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 53 ბატალიონის პირველი კლასის რიგითს ვასილ ყულჯანიშვილს ეკუთვნის, რომელიც ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის შესრულების დროს პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებულ თავდასხმას გასული წლის 22 სექტემბერს ემსხვერპლა. მისმა გმირობამ იგი სამუდამოდ ცოცხალი გახადა და ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება. 52 ბატალიონში სულ 7 ქალი სამხედროა. 41 წლის ქორელი მაია გარსევანიშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც უცხო მიწაზე თავის წელს საქართველოს იცავს. ყველაზე მეტად შვილები ენატრება. 9 წელია, რაც სამხედრო ფორმას ატარებს, თუმცა ეს მისი პირველი მისიაა. აქ წამოსვლაზე ყოველთვის ოცნებობდა. იცით რა არის ყველაზე რთული? წამოსვლა და სხვა ქვეყნის მიწაზე რო დადგავ ფეხს, იმ წამიდან გენატრება შენი ოჯახი უკვე მთლიანად და ძალიან რთული იყო რა თქმა უნდა თავიდანაც და ეხლაც, მაგრამ ეს არის გარდაუვალი და უნდა შევეგუოთ, ჯარისკაცები ვართ და ეს საქართველოს თავდაცვის ახალდანიშნული მინისტრის პირველი ვიზიტია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. ვიზიტის პირველ დღეს თავდაცვის მინისტრი გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად შეხვედრებს ქაბულში მტკიცე მხარდაჭერის მისიის სარდალთან, გენერალ-ლეიტენანტთან და ნატოს უმაღლეს საქალაქო წარმომადგენელთან ავღანეთში ისმაილ არამაზთან მართავს. მერე მისიის შტაბ-ბინაში დისლოცირებულ მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42 ბატალიონის ალფა ასეულის სამხედროებს ხვდება. შემდეგი ვიზიტი ქალაქ მაზარი-შარიფში გერმანულ სამხედრო ბაზა მარშალში იმართება. შეგნებულად მინდოდა პირველი ჩემი საერთაშორისო ვიზიტი სწორედ აქ ავღანეთში განმეხორციელებინა, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს თუ ვინმე ასრულებს ქართველი დღეს საერთაშორისო ფარგლებში, ეს არის სწორედ ჩვენი ჯარისკაცები აქ. ამიტომ მინდოდა ჩემი მხრიდან, და არა მხოლოდ ჩემი მხრიდან, მთელი საზოგადოების მხრიდან ის დიდი პატივისცემა, სიყვარული და მადლიერება გამომეხატა მათ მიმართ იმ დიდი საქმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ ქვეყანაში, ისე მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. მე დღეს ამაყი ვარ, იმიტომ რომ შევხვდი რამდენიმე გენერალს და მოვისმინე უდიდესი შეფასება ჩვენი ჯარისკაცების მისამართით, შეფასება, რომელიც მათ აძლევს საფუძველს, რომ ყველაზე საპასუხისმგებლო მისია დააკისრონ სწორედ ამერიკელებთან ერთად ქართველებს. აქ არავინ იცის რა მოხდება ხვალ, აქ საათი მუდმივად ბრძოლის დროს აჩვენებს. აქ მშვიდობიანი დღე სულ სხვანაირად ენდება. აქ უდაბნოში სხვა ჯარისკაცებთან ერთად ქართველები მშვიდობისთვის იბრძვიან.
ეს ავღანეთის ერთ-ერთი დასახლება, ცხოვრება თითქოს ჩვეული რიტმით მიდის, მაგრამ ხვდები რომ აქ დრო შუა საუკუნეებში გაჩერდა და არავინ იცის რამდენი ხნით. პატრონში გასვლის წინ ვატარებ ბრძოლის წინა შემოწმებას, რაც საჭირო ნივთები გვაქვს, უარ დაგვრჩეს, რაც გვესაჭიროება პატრონში. 52 ბატალიონის ბაზის ტერიტორიაზე ახლა ქართული სამხედროები იმიტირებულ პატრულირებას გადიან. ეს ის ოპერაცია, რომელსაც ჯარისკაცები ყოველდღიურად ბაზის გარეთ დასახლებულ და დაუსახლებელ ტერიტორიაზე ატარებენ. ამბობენ, რომ ნამდვილ პატრულირებაზე გასვლის დროს დანაღმულ ტერიტორიებს საგულდაგულოდ ამოწმობენ. ნაღმი შეიძლება ქვის ქვეშაც იყოს. Ოცდაშვიდი აგვისტო, აი ის დილა, როცა ყველაზე ამაყი ეღვიძებდა განცდა, რაც არ უნდა მოისმინო, რაც არ უნდა ნახო ეკრანზე, ვერასოდეს რომ ვერ იგრძნობ იმას, რაც რეალური ავღანეთია ქართულ ჯარისკაცებთან ერთად. მეხუთე ბრიგადის 52 ბატალიონის მისია ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თავიანთ სამოქმედო ოპერაციის რაიონში ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. სწორედ ამის გამო ადგილობრივები ქართული სამხედროების მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩევიან. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარეობს ავღანური ბაზარი. იყიდება თითქმის ყველანაირი პროდუქცია. სხვათა შორის აღსანიშნავია ის, რომ ადგილობრივი სამხედროები ზერთად ადგილობრივები არიან და მათ ქართული ძალიან ბევრი სიტყვა იციან. გამარჯობა. გამარჯობა, ბიჭო. როგორ ახარ? როგორ ახარ, ჯიგარა ხარ? შეხო ხარ კარგად? კარგად. ეს ავღანელი ახალგაზრდები სამხედროებს დასახლებულ პუნქტში გასვლის დროს ადგილობრივებთან კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარებიან. ქართველები კარგი ხალხია, ისინი ეხმარებიან ადგილობრივებს და ეტყობათ, რომ კარგი ადამიანები არიან. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართულ ჯარისკაცებს ახლა მინისტრი პირველად უნდა შეხვდეს. ლევანი ზორია ქართულ სამხედროებს სიტყვით მიმართავს. გულით მოვიწევდი თქვენსკენ, ამიტომ შეგნებულად პირველი ვიზიტი სწორედ აქ განვახორციელე. სიტყვის დასრულების შემდეგ კი სამხედრო მოსამსახურეებს მადლობის სიგელით აჯილდოვებს. სერჟანტი გიორგი ვათიაშვილი, ვიზიტ თქვენ მზანებ გამოცხადე. დიდი მადლობა და გენერლობა მომეუწოს. ოცდასამი საათი ეკლესიაში მარიამობის სადღესასწაულო ლიტურგია იწყება. სამხედროები ტაძარში იკრებებიან. ქართულ მრევლთან ერთად რამდენიმე უცხოელია. ისლამური რესპუბლიკის მიწაზე ეს ერთადერთი ქართული მართლმადიდებელი ტაძარია, რომელიც სამხედროებმა თავად ააშენეს. გარიფასაძე საქართველოს დროშა და რუკაა გამოსახული, რომელსაც სისხლისფრად ატყვია ოკუპირებული ტერიტორიები. აქ ზარების ნაცვლად ფოლადის კასრები გუგუნებენ. ლევანი ზორია მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს ქართულ და უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ხვდება. მათ წმინდა მარიამის ხატი უსახსოვრა. წირვის შემდეგ თბილისიდან სპეციალურად ჩატანილი მარიამობის ქადები იჭრება. თავდაცვის მინისტრი ლევანი ზორია პირადად უმასპინძლდება ჯარისკაცებს. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი მადლიერია უფლის, რომ ასეთი წყალობა უბოძა. ემსახუროს თავის მრწამსა და ქრისტიან შვიდობისთვის მებრძოლ ქართველებს ისლამურ სახელმწიფოში. მისი წყალობით უკვე არაერთი სხვა ეროვნებისა და მრწამსის ადამიანი მოინათლა. ჯარისკაცებს უწევთ ძალიან დიდი განსაცდელების, ძალიან დიდი სტრესის გადატანა და მათ აუცილებლად ჭირდებათ ეს სულიერი დარიგება, სულიერი დაპურება, რომ მათ შეძლონ მათ წინაშე დასმული ამოცანების წარმატებულად შესრულება. ძალიან დიდი განსხვავება არის მისიაში, ასე ვთქვათ, მსახურება და ქვეყანას საქართველოში მსახურება. დიდი პასუხისგებლობა უპირველეს ყოვლისა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა დაძაბულ ფონიც არის დღესდღეობით ავღანეთში, ისლამურ რესპუბლიკაში, ჩვენი პირადი შემადგენლობა სხვადასხვა დავალების დამოცემებს ასრულებს, მაგრამ მაინც ყველანაირ ცდილობს და ყოველთვის არის ეკლესიაში, ესწრება ლოცვებს, დილით საღამო ლოცვებს ესწრება და ყოველ გასვლის წინ
აუცილებლად ჩვენი მამაო გამოდის და ჩვენ პირად შემოდგავს ლოცავს. ყველაზე პატარა ჯარისკაცი, რომელიც ამ მისიაში მონაწილეობს 20 წლის რუისელი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ვარძელაშვილია. აქ ხვდები, რომ ძლიერი ჯარისკაცების მიღმა ადამიანური ურთიერთობები და ერთი სისუსტე იმალება, სისუსტე სახელად მონატრება. აქ ყველას ვიღაც ენატრება, ოჯახი, მეგობრები, ახლობლები და ყველას ერთად საქართველო. ხვალ ახალი დღე დაიწყება. ჩვენი ბიჭები ახალ გამოწვევებს მიიღებენ. ხვალაც ისეთივე ამაყი ვიქნები, როგორც დღეს. აქ ეს ბიჭები ჩვენ წილ საქართველოს იცავენ.